გამარჯობათ. აი ხლა მინდა შევასრულო ერთ-ერთი ჩემი მაყურებლის თხოვნა და ესეთი კაპიშონიანი ჟაკეტი მინდა მოვგზო. ეხლა გეტყვით რომ ცოტა განსხვავებული ძაფით მოვგზო და ამიტომ თვლების რაოდენობა აქ რაც არის სურათზე ეს ჩემი ჟაკეტი უკვე რაც მოგსოვილი მაქვს, ეს ცოტა თხელი ძაფით არის მოგსოვილი. ამიტომ გაითვალისწინეთ რომ ზუსტად აი ესეთი სისქის არ იქნება, უფრო სქელი ძაფით გსო. აი ესეთი ძაფი მაქვს. გაჩვენებთ ამის მონაცემებს ყველაფერს, უბრალოდ რომ გაითვალისწინოთ, ეხლა მე თვლების რაოდენობასაც გავაკეთებ, ეს იქნება უფრო ნაკლები თვლები გჭირდება, იმიტომ რომ უფრო სქელი ძაფი მაქვს, ხო? შესაბამისად, ჭაისნაღიც მაქვს ძალიან დიდი, ესეთი 16 მმ-ია ესეთი. თუმცა ამ ძაფს ეხლა რასაც ხმარობ, უფრო ნაკლებითაც შეიძლება, მაგრამ მოდით ვნახოთ. აი ეს ნაღი არის 10 მმ-ია, აი აქ ნახეთ. ესეთია რეკომენდაცია, მაგრამ მე ეს გადავწყვეტე ესეთ 16 მმ, იმიტომ რომ ცადე და ძალიან ესეთი მტკიცენა რო არ გამოვიდეს, ცოტა დრეკადი, ხო? ეს ჟაკეტი ჯობია დიდი ყაისნაღით მოგსოვოთ. ხო, ეს რაც შეეხება აი ამ განსხვავებას, თუმცა მე მაინც გაჩვენებთ სქემას და იმ სქემაზე სანტიმეტრებში მაქვს, ეს ახლა არის მედიუმ ზომისთვის, ხო, საშუალო ზომის. ესე იგი ადამიანისთვის, ქალბატონისთვის და თუ დიდი ზომა კიდე შესაბამისად მე აი ახლა მოდით გადავალბარებ სქემაზე და სქემაზე ნაჩვენები მაქვს უკვე სანტიმეტრებში. აი ესე, უпроსტად ხო, აქ სანტიმეტრებში მაქვს, ნახეთ, დავაკვირდით. და თქვენ პრინციპში შეგიძლიათ აი ამ სახელოც არის ქვემოთ. ყველა ეს პარამეტრი, რაც გჭირდებათ ძირითადი, ხო, ყველაფერი მაქვს სანტიმეტრებში აქ მოცემული და ეს არის ოღონდ მედიუმ ზომის ესეთი ქალბატონისთვის და თუ თქვენ უფრო small გინდათ, ან უფრო large, ან XL-ი, ხო? თქვენ თვითონ გაზომეთ, აი ეხლა ეს კი მართალია ბეჭის ის ცოტა უფრო გადავა, ვიდრე თქვენი ბეჭია, მაგრამ გაითვალისწინეთ ეხლა ეს თუ მედიუმისთვის არის თითო სანტიმეტრი უნდა უმატოთ მიახლოებით, რომ ზომას როცა ზრდით. ასევე სიგრძე ეს რა თქმა უნდა თქვენზეა დამოკიდებული, რა სიგრძის გინდათ რომ მოგსოთ. უბრალოდ გაითვალისწინეთ, რომ კაპიშონის სიმაღლე, ეს არის კაპიშონი, აქ თუ აკვირდებით, ეს არის 35 სანტიმეტრი. ეს ახლა მიახლოებით ყველას ერთი ექნება, ყველა ზომისას. ეს გაითვალისწინეთ, აი 35 სანტიმეტრი. და აი აქეთ ეს თქვენ თვითონ შეგიძლიათ არეგულიროთ, რა სიმაღლის გინდათ. ანუ მე ხა თვლებს რო ავკრიფავ, თქვენს პრინციპში აი სანტიმეტრებით, თუ თქვენ ჩემნაირი ძაფი არ გაქვთ, თქვენ უფრო აი ამ სანტიმეტრების სქემას მიყევით. ანუ ისი აკრიფეთ თვლები, ახლა აი ესე გეტყვით უკვე. აი აქედან, აი ამ მხრიდან ვიწყებთ და აი ესე გსოთ და იმის გამო რომ მე არ მინდა ნაკერები იყოს გვერდებზე, აი პირდაპირ შემოუვლით აი ესე. ერთადერთი კაპიშონის უკანა მხარეს იმას ცალკე მოგსოვ, ანუ იმიტომ რომ აქ ცოტა დაფიქსირდეს, მე მიხვდებით რატომ. აი წინა მხარე კაპიშონისას მოგსოვ ახლა აი ესე, გავყვებით, აი ესე ვივლით. აქ ჭრილს გავაკეთებთ სახელურისთვის, აქ და მე კიდევ უკანა მხარეს და მოვალთ ისევ წინ. აი აქეთ ამ მხარეს. მას ყველაფერს გაჩვენებთ. უბრალოდ თუ თქვენ სავარაუდოდ არ ვიცი, ზუსტად ასეთი ზომის შეიძლება არ გქონდეთ სისქის. აი ესეთი ძაფი მაქვს. ესე იგი. მაინც ვცდილობ ხოლმე რომ ნატურალური იყოს ძაფი და აი ალპაკას 20%-ია, თუმცა ესეთი 80% არის აკრილი. და 10 მმ ყაისნაღი ესე აწერია, მაგრამ არ ვიცი, ფიქრობ რომ უკეთესია ცოტა დიდი ყაისნაღით მოგსოვოთ. ფერი ახლა ესეთია. მომწვანო ფერის არის ჩემი. არა აქვს ამას მნიშვნელობა დიდი. აი ესენი ნახეთ, აი ეს შეადარეთ თუ იგივე შემადგენლობა გაქვთ როგორც მე, მაშინ აი ეს
170 გრამია ეხლა ეს და 102 მეტრი არის ესეთი. თუმცა სანტიმეტრებს თუ შეხედავთ, არ იქნება პრობლემა, აი ამითი იხემწვანელეთ. მოდით, ბოლომდე გავადიდებ, მერე თქვენ შეძლებთ, რომ ეს გამოიყენოთ. აი ეს იმედია, რომ ყველაფერი ჩანს. ეს სახელოსთვის, ეს ტანისთვის. კარგით, ეხლა უკვე მე გადავალ უშუალოდ ქსოვის პროცესს, ეს მე მგონი ჯაჯებით ესე აღარ ჩავხედავ ხოლმე, ჩემი ესეთი შპარგალკა იქნება და ღილები დაგჭირდებათ, 4 ღილი სასურველია. შეიძლება ცოტა სხვანაირ შესაკვირველები გამოიყენოთ. ეხლა ის მოგეთ ძალიან მრავალფეროვანი შესაკვირველებია. როგორც გითხარით, 16 მმ მაგრამ ეს ნახე საკმაოდ დიდია, მაგრამ სწრაფადაც იქსოვება. ეს გაითვალისწინეთ, რომ თუ თქვენ ესე იგი აიღებთ სქელძაბს, ძალიან სწრაფად იქსოვება. ეს არის ძალიან ისეთი უპირატესობა, რაც აქვს ამას. კარგით, მე მგონი ყველაფერი გითხარით, ხო, რაც დაგჭირდება. დავიწყებ, ესე იგი, მე ესე იგი ეს ვიწყებთ, როგორც გითხარით, აი ამ ძირიდან, ნახეთ, შუიდან. აქ ხვდებით, რომ ეს არის შესაკვირველი, აქ ხილები იქნება. უბრალოდ საღილი ადგილებს მოგხსოვთ, აი როცა მოვალთ აი აქეთ. ხო, ანუ შემოუვლით გარშემო, ხო? ანუ მთლიანად ფაქტიურად მოგხსოვილი როგორ იქნება? აი ბოლო რიგში აქ გავაკეთებთ ღილების ესე ჭრილებს. ეს რა თქმა უნდა თქვენზეა, სად გირჩევნიათ, გაანაწილებთ. ესე იგი, ვიწყებთ აი ამ წერტილიდან. აი ესე მივყვებით და კაპიშონიანად. აი ესე იგი გაითვალისწინეთ, კაპიშონიანად უნდა მოგხსოვოთ. კაპიშონიანად ახლა თუ დააკვირდებით, აი აქ არის 76 სანტიმეტრი და პლუს 35 სანტიმეტრი. აი ეს სიგრძე მაქვს ახლა მე. პრინციპში თქვენ შეგიძლიათ ეს ცოტა გრძელიც აიღოთ. უფრო მოკლე არ ამგონია ესე. თუმცა კოსტუმივით რო არ გამოვიდეს, ხო, ძალიან ისეთი ცოტა ესე მუხლისკენ რო წაიყვანოთ, შეიძლება ცოტა მოუმატოთ კიდევ სიგრძე. ხო, და პლუს კაპიშონის აი 35 სანტიმეტრი. ესე იგი ეს გვაქვს ჩვენ 111-ია, ხო? 111 სანტიმეტრი გამოდის. მოგეთ აი ესე გაითვალისწინეთ. თუ თქვენ სხვა სისქის ძაფით გსურთ. ეხლა მე დავიწყებ, ავკრიფავ თვლებს. ეხლა აი ამ ასეთი ძაფის შემთხვევაში მე რაც მაქვს, მე მჭირდება, აქ ცოტა რაღაც არ მოწონს ეს ძაფის ბოლო და ცოტა ისე შორიდან დავიწყებ, თორე ესეთი სიგრძე არ არის აუცილებლად რომ დატოვოთ ეს ძაფის ბოლოს. კარგით, ესე იგი, მე მჭირდება ეხლა 62 უბრალოდ 63 თვალი პლუს 1 ბიჯისთვის. ეს თვლებში ახლა მე ცოტა სხვანაირად მექნება, მე მგონი, ვიდრე აი სხვა ზომის ძაფს თუ აიღებთ, მაგრამ როგორც გითხარით, სანტიმეტრებით შეაფასეთ თქვენ რა რაოდენობა გჭირდებათ აი ამ ჯაჭვის. ანუ თლიანი კაპიშონის ჩათვლით სიგრძე, ხო? ესე იგი 63 თვალი პლუს 1 ბიჯის. აი ახლა საკმაოდ მსხვილ თვლებს მოგხსოვ, რა თქმა უნდა, ინახეთ როგორი აისნაღე მაქვს, ამიტომ როგორც აისნაღი მთხოვს, ისეც მოგხსოვ. აი ორი თვალი მოგხსოვ. ეს პირველი კვანძი აუცილებლად გავუკეთეთ, ხო? 3, 4, 5. აი ახლა უკვე 64 თვალი მაქვს, ანუ 63 ეს თვითონ ნაკსოვის, რაც უზორი რაც ეს დაჯდება, ხო, ერთი თვალი აი ბიჯისთვის. ესე იგი 64 თვალი ჯამში. ეხლა მე კი გავზომე ეს ახლა ცოტა გაითვალისწინეთ, რომ პირველად აი ეს ჯაჭვს თუ გაზომავთ, ზუსტად ის სანტიმეტრებში ისეთი არ დაგიჯდებათ, როგორიც გვაქვს, ვთქვათ, აღებული, ხო, პირველი ესეთი კაპიშონიანად, მთლიანად, ესე იგი ჟაკეტის სიგრძე. ცოტა უფრო მეტი იქნება, გაითვალისწინეთ. მე ხა 117 სანტიმეტრი იყო გავზომე. ისე 111 გვინდა, ხო, მიახლოებით. მაგრამ აი შემდეგ რიგს რომ მოვხსოვთ, ეხლა უკვე ცოტა შედგება, იმიტომ რომ ეს ჯაჭვი როგორც წესი ისეთია ძალიან. წელვადი ესეთი ადვილად
დრეკად და ეს შემდეგი რიგი უკვე დასვავს თავის ზომაზე. ეხლა შემდეგი რიგი გვექნება შემაერთებელი თვლები და ნახეთ როგორ შევდივარ. ესე იგი ეს ბიჯის თვალია, აი აქ უნდა შევიდეთ, ხო? ეს უნდა მოვატრიალოთ. აი ეს უკანა მხარეს ხედავთ, აი ესეთი რაღაცნაირი ამობურცული ესეთი ძაფები გაქვთ უკანა მხარეს. აი ეს ზემოდან. ხო? ეს პირველი თვალი ბიჯის და მეორე. აი ესე. აი მე მგონი მარტივია, ხო? აი აქ შეხვალთ. მოდით კარგად გამოვარჩიო, რომ ესეთი არც ისე წვრილი თავი აქვს ამ ყაისნახს, მაინც რომ ადვილად შედიოდეს. აი ესე და აი ეს ჩვენი შემაერთებელი თვლები მე მგონი გახსოვთ როგორ იქცევა. მომდევნოში სულ ასე უკან და შეხვიდეთ, ნახეთ, აი ესე უნდა დაიკავოთ, აი ესე და ეს ძაფები ჩანს, სადაც უნდა შეხვიდეთ. აი ეს უნდა გაყვეთ ახლა ეს არ ვიცი მეორე რიგი დავარქვათ ალბათ, ხო? ჯაჭვისებური თვლები თუ პირველი რიგია, ეს მეორეა. აი ესეთი. და ახლა ეს თქვენი მეორე რიგი უკვე დაგიფიქსირებთ სიგრძეს, ნახეთ, აი ესე. და სასურველია რომ იყოს ზუსტად ისე 111, 112, 13 შეიძლება თქვენ. მოკლედ ისეთი სიგრძე რომ თქვენ ხა შეიძლება უფრო მაღალი ხართ, უფრო გრძელი ალბათ მოგიხდებათ და უფრო დაბლებს შედარებით ნაკლები სიგრძე. აი ესე გაყევით ახლა, ოღონდ სწორად შედით, აი სადაც გაჩვენეთ აი როგორი თვლები მაქვს ხედავთ, აი ესე უნდა შეხვიდეთ. ეს ზემო და ხედი, ეს გვერდიდან რომ შეხედავთ, აი თითქოს უკანა მხარეს რაც ამობურცულია, იქ შევდივარ. აი ესე გაყევით, აქ გექნება თქვენ ასეთი 63 თვალი, იმიტომ რომ ის 64 იყო ბიჯის. ეხლა მე მაინც აქ გავაკეთე პირველ თვალზე ნიშნულს, აი ეს იყო პირველი შემაერთებელი თვალი. რომ ესეც უკან რო წამოვალთ, ეს ვიცნოთ, რომ პირველი თვალი სად გქონდა, ხო? ესე გაყევით ახლა ბოლომდე. აი ბოლო თვალი დამრჩა. აქ აი ესე უკნიდან ნახეთ, ეს წინიდან აი ესეთი ნაწნავი გაქვთ და აი უკან არის ეს თვლები, ასეთი ძაფები, სადაც შევდივარ. ხო, ეს ბოლო თვალიც. ეხლა ერთი თვალი, რა თქმა უნდა, ბიჯის უნდა მოგხსოვოთ და მოვტრიალდეთ. ესე იგი, შემდეგი რიგი უკვე მესამე რიგი ესე თუ დავარქმევთ, ხო? ჯაჭვისებურ თვლებს ვთვლით როგორც პირველ რიგს, ხო? ეს მეორე რიგი დავამთავრე და მესამე რიგი. მესამე რიგს ვგსოვთ თვლები ნამატის გარეშე უკანა კედელში შესვლით. აბა დააკვირდით, ესე ზემოდან რო დახედავთ, ესე ლამაზი ნაკსოვი გაქვთ, ეს ბიჯის თვალია. აი აქ ნახეთ, ერთ კედელში, უკანა კედელში. შეხვედით და თვალი ნამატის გარეშე. აქ თუ გინდათ გააკეთეთ ნიშნული, მაგრამ ერთი მგონი ჩანს, მაგრამ მაინც გააკეთეთ, რომ არ შეგეშალოთ ხოლმე, სად გაქვთ პირველი თვალი, აი ეს. ხო? და ვაგრძელებთ ახლა. სულ ასე უნდა მოვხსოვოთ, ფაქტიურად ასეთი უზორით იქცევა უკვე დანარჩენი ნაწილი ამ თქვენი ჟაკეტის, უბრალოდ ეს წინა მხარე იყო ესეთი ცოტა სიმჭიდრო, ესეთი მტკიცე რო იყოს ნაკსოვისთვის, ამიტომ შემაერთებელი თვლებით იყო ეს პირველი, მეორე რიგი. ხო, ესე იგი უკანა კედელში შესვლით, გსოვთ, აი ესე. ხედავთ ხო? ესე ორი კედელი გაქვთ. ეს წინა, ეს უკანა. აი უკანა კედელში. ესეთი რეზინოვანი ესეთი უზორი მიიღება ასეთი ქსოვით. ზოლებივით დაყვება ესე ჟაკეტს. შეგიძლიათ სხვა უზორი გამოიყენოთ პრინციპში, უბრალოდ გაითვალისწინეთ ზომები. შეგიძლიათ აი ნებისმიერი უზორით მოგხსოვოთ პრინციპში ეს ჟაკეტი. უბრალოდ სანტიმეტრებს შეხედეთ, რო გხსოვთ ხო, სიმაღლე, აი მხარი რა რაოდენობა რიგების გჭირდებათ და ასე შემდეგ და პრინციპში შესაძლებელია სხვა უზორიც გამოიყენოთ. ესე გაყევით ახლა და ახლა გეტყვით მოკლედ, აი ახლა ეს გვაქვს ჩვენ უგუღმა რიგი, ნახეთ, დააკვირდით, აი ამით ხვდებით. აი ეს არის თქვენი წაღმა რიგი, ანუ გარეთა მხარე თქვენი
ჟაკეტის, ამიტომ ეს გარეთა მხარე პრინციპში ისედაც კარგად ჩანს, მაგრამ მაინც ნიშნული გავაკეთოთ, რომ აი ესე, რომ ეს არის თქვენი წაღნო მხარე. აი ესეთი. აი ეს უნდა იყოს ასეთი ლამაზი კიდე, სადაც აი ღილის აქ ღილები დაეკერება და აი როდესაც მეორე ნახევარს მოგხსოვთ, იქ უკვე იქნება ჭრილები, ღილების ადგილი, სადაც ღილი უნდა გააძვრეს, ხო? შესაბამის ადგილას. ახლა ესე გაყევით და სულ უნდა მოგხსოვოთ, ახლა გეტყვით. ესე იგი, აი ესეთი თვლები ნამატის გარეშე უკანა კედელში შესვლით. ეხლა მე ერთი რიგი მოგხსოვ, აი ეს პირველ რიგს ვხსოვ, ხო? ასეთი სულ გჭირდება თქვენ 12 რიგი. 12 რიგი უნდა მოგხსოვთ და აი იქ უკვე შევხვდებით, ხო? აი ხლა ეს თითქოს პირველ ესე რომ ჩათვალოთ, რომ ეს არის პირველი რიგი, ხო? იმისი თვლები ნამატის გარეშე რაც დავიწყე. ასეთი უნდა მოგხსოვოთ კიდევ 11, ამის გარდა ახლა მას რო გავყვები და კიდევ 11. ესეთი საკმაოდ ისეთი ხანგრძლივი სამუშაოა ჯერჯერობით. მე უკვე ესეთი ხრის ადგილას გადავალთ, იქ უკვე კაპიშონი აღარ გჭირდება და გაჩვენებთ როგორ უნდა შევცვალოთ ქსოვა. ამბავ ნახოთ. ეხლა მოგხსოვეთ ესე 12 რიგი ესეთი ჯამში გექნებათ თუ პირველ რიგს ჩათვლით, ხო? ესე იგი ჯაჭვისებურ თვლებს და შემართებელი თვლების რიგს, ხო? კიდე 12. ან ჯამში სულ 14 რიგი გექნებათ. თუ ესე გადათვლით, სულ თავიდან რაც დავიწყეთ, ხო, რიგების რაოდენობა. კარგით, ესე გსოვეთ. აი ახლა ნახეთ, მე მოვედი აი ამ ადგილას და ესე კარგი იქნება თუ ესე შეხედავთ, ნახეთ, ეს არის წაღმა მხარე, აი ეს გახსოვთ ხო, რომ გავუკეთეთ. ესეთი ნიშნული, ეს წაღმა მხარე, გარეთა მხარეა. აქ გვაქვს დასაწყისი. აი საიდანაც დავიწყეთ, ხო? ეს არის ჟაკეტის, ესე ვთქვათ, ქვედა მხარე, ხო? აქეთ უკვე კაპიშონის მხარეა ეს ზემოთ, ხო? აი მოვედი აი ამ ადგილას, სადაც ძაფის ბოლო გაქვთ. და თან გადათვალეთ ახლა რიგები, აი როგორ გაქვთ თქვენ, ესე უნდა გქონდეთ, როგორც მე მაქვს. ესე იგი, აი ამას თუ არ ჩათვლით. ან როგორც გითხარით, ჯამში 14 რიგია, მაგრამ აი ეს ზოლებით თუ გადათვლით, აი ზოლს ორი რიგი შეესაბამება. 1 2 3 4 5 6, ანუ 6x2. 12, აი ეს აქეთ და კიდევ ორი რიგი იყო გახსოვთ ისეთი ცოტა მჭიდრო ნაკსოვით რომ იყო შემართებელი თვლები და ეს ჯაჭვისებური თვლები კიდევ. კარგით, ეხლა ამის შემდეგ ჩვენ უნდა გავაკეთოთ ესე იგი კაპიშონამდე უნდა შევწყვიტოთ. ანუ კაპიშონის ადგილი უნდა დავტოვოთ ჯერჯერობით, რომ აი მხრის ადგილი, ხო? ახლა მოდით აი გაჩვენებთ თან სქემაზე. აი ესე ვგსოვე, ხო? აი ეხლა ფაქტიურად მე მოვედი აი აქ ქვემოთ. ანუ ჯერ ეს ადგილი არ გამივლია, ესე გამოდის. ერთი რიგით წინ ვარ, ხო? აი აქ და აი აქ ეხლა გავყვებით, ანუ ძაფის ბოლო აქ მაქვს, ხო გახსოვთ? და ესე იგი, სადაც ძაფის ბოლო მაქვს, იქ ვარ ზუსტად ეხლა გაჩერებული. აქედან ეხლა ავალთ ჩვენ და ბოლომდე არ გავალთ, ხედავთ, აი აქ გავჩერდები, აი აქ მოვტრიალდები და აი ეს მხარის ადგილი ესე უნდა გავაკეთოთ, მაგრამ სანამ ბოლომდე გახვიდოდით, აქ გეტყვით, რომ აი შუა, ესე იგი, აქაც გჭირდება მიახლოებით ესე ну, აქ ნახეთ, თუ დააკვირდებით 14 სანტიმეტრია, აქ 17 სანტიმეტრი, აქ ცოტა მეტი რაოდენობა გჭირდებათ რიგების. მე ხალ ფიქრობ, რომ მე ჩვენ გავაკეთებთ ესეთნაირად. აქ გქონდა ჩვენ ესე იგი, იმ ორ რიგს არ ვთვლი, იმიტომ რომ ძალიან დაბალი რიგია და აი 12 რიგი ესე ვთქვათ, ესე ჩავთვალოთ, აქ იყო 12 რიგი, ესეც სრულყოფილი რიგი, აი ესეთი ზოლები რომ მიიღება. აქეთ ახლა შეიძლება გავაკეთოთ ერთი რიგით, ვფიქრობ, ორი რიგით მეტი. ესე იგი, 14 რიგი, აი ესეთი, ესე ვთქვათ, ჩვეულებრივი
თვლები ნამატის გარეშე უკანა კედელში შესვლით. აი აქ, ხო? აქ იქნება ასეთი 14 რიგი. და ამ 14 რიგს ეხლა მე რომ ჯერ არ მივსულ ვარ კიდე იქამდე, აი აქ რომ მოვალ, აი ამის შემდეგ დაიწყება ის 14 რიგი და ფაქტიურად ეხლა მე რომ გავივლი ეს ცოტა ამ ნაწილში შედის, აი ამ ნაწილში შევა ეს. მაგრამ ესე მოგსოვეთ თქვენს. და აქეთ ამ 14 რიგს ისე გავანაწილებთ, რომ აი აქ უნდა გავაკეთოთ გარკვეული, ესე იგი, ესეთი ჭრილის ფორმირება რომ მოხდეს, აქ ისე ერთად გავაგრძელებთ. ჯერ ამას გაჩვენებთ ეხლა, აი აქედან მივყვები, ესე იგი, აი აქ და სად გავჩერდებით. კარგით, ესე იგი. აქ ვართ. აი აქ ვართ ეხლა ჩვენ. ეხლა მე გავყვები და ჯობია გადათვალოთ, ვფიქრობ, აი კაპიშონიდან აქეთ, სად უნდა გაჩერდეთ. მოდით მოვნიშნავ წინასწარ ჯობია. აი ესე, აი სადაც ხართ ხო, ესე აი ამ კიდეზე, აქედან ეხლა მე აქ არ მაქვს ჩამაგრებული ნიშნული, მაგრამ იმედია რომ თქვენ ამაგრებდით, მე ეხლა ვცნობ ხოლმე თვლებს. აი ეს არის ჩემი ბოლო თვალი. აქედან უნდა გადმოთვალოთ 20 თვალი. აბა დააკვირდით, კაპიშონის ის არის ეს ადგილი ხო ზემოთ. აბა ნახოთ. აი ეს პირველი თვალი. 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50 51 52 53 54 55 56 57 58 59 60 61 62 63 64 65 66 67 68 69 70 71 72 73 74 75 76 77 78 79 80 81 82 83 84 85 86 87 88 89 90 91 92 93 94 95 96 97 98 99 100 101 102 103 104 105 106 107 108 109 110 111 112 113 114 115 116 117 118 119 120 121 122 123 124 125 126 127 128 129 130 131 132 133 134 135 136 137 138 139 140 141 142 143 144 145 146 147 148 149 150 151 152 153 154 155 156 157 158 159 160 161 162 163 164 165 166
15, 16, 17, 18, 19 და 20. აი აქ ჩავამაგრებ ნიშნულს. ანუ აქამდე მოვალ, აი ამ თვალს მოგსო ბოლოს, ამას დავტოვებ. აბა დააკვირდით, ეს გაგრძელება არის, ახლა ხვდებით ხო? ესე მოვდივარ და აი ზუსტად მაგრიგში ვარ ახლა მე. საკმაოდ დიდი ნაკსოვია და ცოტა კამერის წინ იმედია რომ არ შემიშლის მე. კარგით, ახლა აქ თავისუფალი თვალი აუცილებლად ბიჯისთვის, ხო, მოტრიალებისთვის და კიდევ აი ეს ერთი მიმართულებით ვატრიალებ ყოველთვის. ასე ვთქვათ, საათის ისრის მიმართულებით, ხო, ამ ნაკსოვს როცა მე მომდევნო რიგში გადავდივარ. აი ახლა გავყვებით ჩვენ, ახლა ძირიდან ზემოთ ავდივართ, ხო, ესე იგი ეს ბიჯის თვალია და მომდევნოში, აი აქ. თვლები ნამატის გარეშე უნდა მივიდეთ ნიშნულამდე, ხო, ნიშნულს არ მოვხსოვთ, ნიშნულის თვალს. ეს იქნება ჩვენი უკვე მხარის ნაწილზე გადავდივართ, ესე იგი. კარგით, ესე გაყევით, მე მგონი ახლა ეს მარტივი საქსო, ისე უკანა კედელში შესვლით, ერთ და იგივე უზორი გვაქვს, არ ვცვლით ამ უზორს. და სანამ არ მიხვალთ ნიშნულამდე. ახლა აქედან რო გადავთვალოთ, არ ვიცი ზუსტად რა რაოდენობა არის თვლების, მაგრამ კაპიშონიდან, აი ესე ეს მოპირდაპირე მხარე არის კაპიშონის მხარე და აი ბოლო თვალიდან მე-20-ზე დავამაგრე. მედია რომ არ გაგიჭირდებათ. აი მოვედი უკვე ნიშნულთან და ნიშნულის წინ თვალი უნდა მოვხსოვთ აუცილებლად. აი ხედავთ ხო? ეს ნიშნულამდე არის. აქეთ გვაქვს აი ესეთი კაპიშონის ადგილი, წესით ეს უნდა გქონდეთ ახლა 35 სანტიმეტრი. მოდით გავზომავ მაინც. აი ეს ზომა ხო, ცოტა ნაკლები მიჩვენება, მაგრამ საკმაოდ წელვადი ის მაქვს რაღაც ესეთი ნაკსოვი და მოდით კარგად შევხედოთ. აი ესე გავშევ. პრინციპში კი 35, აი ნახეთ. აი ეს 35 სანტიმეტრია. ნუ თუ ცოტა პატარა მოგივიდათ, კაპიშონი ისეთ იქნება. თავისუფლად არ გექნებათ თავზე უბრალოდ. კარგით. ეხლა უნდა მოტრიალდეთ ჩვეულებრივ უკვე ვაგრძელებთ და გვსოვთ, აი როგორც გითხარით, ბეჭის ადგილს, ხო, ესე მხრის ადგილს და
აქ რა თქმა უნდა ერთი თავისუფალი თვალი მოტრიალდით და თუ გიჭირთ ხოლმე მაინც ეს ბოლო თვალის პირველი თვალის გარჩევა აქ გააკეთეთ ნიშნული აი მოტრიალებისას. აი აქ ეს ბიჭის თვალია და ისე უკანა კედელში შესვლით. ესე აქ შეიძლება აი გააკეთოთ და ქსოვისას სულ ესე ყოველი რიგის დასაწყისში ესე გააკეთოთ ხოლმე რომ ესე დაგეხმარებათ. კარგი, აი ესე ახლა ჩვენ მოვგსოთ, აი ისევ იგივე წესით როგორც აქამდე ვგსოვდით, უკანა კედელში შესვლით, თვლები ნამატის გარეშე და ახლა აი ამ ნიშნულს რომ ესე იგი უყურებთ, აი ამ ნიშნულის ჩათვლით უნდა მოვგსოვოთ აი მთელი მხარი როგორც გითხარით აი ეს მთელი მხარე იქნება 14 რიგი, მაგრამ ბოლომდე ჯერ არ მოგხსოვ, აი აქ შევხვდებით, როცა ჩვენ გვექნება მოგხსოვილი 7 რიგი, ანუ საშუალო შუაში, სადღაც ესე იგი თუ გვაქვს 14 რიგი, 7 რიგი იქნება აი ეს, სადაც ჭრილი არის გასაკეთებელი. მაგრამ აქ კი არ შევხვდებით, მოკლედ ახლა ჩვენ შევხვდებით, როცა მე მოვალ ისევ აი ამ ადგილას, ოღონდ ეხლა პირველი რიგი მაქვს, მოგხსო მეორე აქედან იქით წავა, ხო? ეხლა აქედან ესე მოვდივართ პირველი რიგი, ხო? მხარის ადგილის უკვე ამას აღარ გხსოვთ, ხო? პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე და აი მე-7-ს რომ დასაწყისში ეს იგი მე-7-ს სანამ დავიწყებთ, აი აქ მე შეგხვდებით და ეს მე-7 რიგს მოვგსოვთ და აქ გავაკეთებთ აი ამ ჭრილს, ჯიბის ჭრილს. ამის შემდეგ კიდევ 7 რიგი უნდა მოგხსოვოთ. კარგი, ჯერჯერობით ესე მოგხსოვეთ, ახლა ესე იგი 6 რიგი მოგხსოვეთ და მე-7-ზე შევხვდებით. აი ამ რიგის ჩათვლით ახლა რასაც გხსოვ, ხო, ნიშნული სადაც გავაკეთე. მოტრიალებისას ესე იგი რიგის ბოლოში აუცილებლად გააკეთეთ ესე იგი თავისუფალი თვალი მოგხსოვეთ და თუ გინდათ ესე იგი ნიშნulis გააკეთეთ ხოლმე თუ გიჭირთ ხოლმე ესე კიდურა თვალის გარჩევა რომ არ გამოვტოვოთ და ყველა თვალი კარგად მოგხსოვოთ. ესე უკანა კედელში შედიხარ, ცოტა ისე თითქოს იწელება, მაგრამ არა უშავს. ძალიანაც არ გაწელოთ, მაგრამ წესი დიდი ესეთი მსხვილი თვლები უნდა გამოვიდეს, თუ ესეთი მსხვილი ძაფი გაქვთ.